მამაკაცები ძირითადად ორიენტირებული არიან საკუთარ მიზნებზე, საკუთარ საჭიროებებზე და შეიძლება აქ ქალის საჭიროება და სურვილები იყოს მთლიანად დაიგნორებული, ხო, თუნდაც ფინანსური კუთხით. მიჩვეულები არიან მამაკაცები, რომ თვითონ განაგებენ ფინანსურ მხარეს ყოველთვის და თვითონ წყვეტენ ოჯახისთვის რა არის საჭირო და რა არ არის საჭირო რა. და არ ხდება ოჯახებში რაღაც გუნდურად გადაწყვეტილების მიღება. ეს გადაწყვეტილებები არ არის წყვილის გადაწყვეტილება, ეს არის მხოლოდ მამაკაცის გადაწყვეტილება, რომელიც მის საჭიროებებს ემსახურება მხოლოდ და შეიძლება ამას დაერქვას, რომ აი ოჯახისთვის ვაკეთებ, მაგრამ რეალურად ეს არის რაღაც ერთპიროვნული გადაწყვეტილება, რაც ქალებს აიძულებს, რომ რაღაც 10-იან ხმალში გადავიდნენ და მთლიანად საკუთარ თავზე გააკეთონ აქცენტი, იმიტომ რომ რეალურად მამაკაცის თითქოს ამას აკეთებს, ანუ იმდენად საკუთარ თავზეა ორიენტირებული, საკუთარ ფინანსურ განვითარებაზე, წარმატებაზე, იმაზე, რომ რაღაცა მყარად იყოს და კარგად იყოს, რომ რაღაცნაირად ქალსაც უჩნდება სურვილი, რომ შენ თავზე ფიქრობ, მეც გავდგები და ჩემ თავზე ვიფიქრებ. თუ შენ არ მაგრძნობინებ წყვილი ვართ, ერთად ვიბრძვით, ერთად ვიმარჯვებთ, მაშინ ვიყოთ ცალ-ცალკე. და ზუსტად ეს არის მიზეზი, რომ ქალები ირჩევენ ახალ გზას, განსხვავებულ გზას, სადაც ცდილობენ, რომ თვითონაც ისეთივე დამოუკიდებლები და თვითკმარები იყვნენ, როგორც ეს ხდება მამაკაცთან, ხო? აი თითქოს ქალი აღარ ცდილობს, რაღაც მამაკაცზე გავლით მიიღოს რაღაც ფინანსური რესურსები. და თითქოს ქალში გაჩნდა სურვილი, რომ მინდა მეც გამოვცადო ჩემი თავი, რომ აი აბა როგორ შემიძლია და ეს ყველაფერი გამოდის, ხო? და თითქოს აქ იმას მიჩვენებს, რომ აი ამაში არაფერი არ არის ცუდი და არაფერი არ არის არაჯანსაღი და ძალიან ბუნებრივი დინამიკაა ეს ყველაფერი ურთიერთობის, ხო? რომ კაცის და ქალის ცალ-ცალკე უნდა განვითარდნენ, ცალ-ცალკე უნდა დადგნენ ფეხზე და მერე შექმნან ოჯახი და გახდნენ წყვილი, ხო? და ქალის შემთხვევაში ეს 10-იან ხმალში ყოფნა არის რაღაცა უმწეობის განცდა, რომელიც ვერ აგრძნობინებს ქალს, რომ აი მე ვარ რაღაცა სრულყოფილი წევრი და სრულყოფილი ადამიანი, ხო, რაღაც დანაკლისის განცდა ჩნდება. აბა ვნახოთ მომავალში რა იქნება. აი ქალები გაძლიერდნენ, მამაკაცებმაც ოკეი, საკუთარ თავზე ფიქრობენ და შეძლებენ თუ არა ოდესმე თანამშრომლობას და იმ ეტაპზე მისვლა, სადაც არის ურთიერთპატივისცემა. ხო, აქ კარგა ხანს ჯერ კიდევ ჩანს, რომ იქნება აი შიში ჩანს აქ ძალიან დიდი რა, როდესაც დაიშალა ურთიერთობა, ყველა თავის გზაზე წავიდა, აქ გაჩნდა განცდა, რომ აი ქალი ფიქრობს, რომ აი მამაკაცმა უნდა გადადგას ნაბიჯი და მან უნდა გააკეთოს ყველაფერი და შემოირიგოს, ასე ვთქვათ, ან მან უნდა იმუშაოს ურთიერთობაზე, მამაკაცი ფიქრობს, რომ ქალმა უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი რა და ცოტა იმაში გადადის ეს უპასუხისმგებლობაში და ეგოიზმშიც გადადის ეს. მაგრამ ეს ყველაფერი უფრო ისევ იქიდან გამომდინარეობს, რომ ჯერ კიდევ არ არის სიმყარე, ხო? ადამიანებში ცალ-ცალკე, ქალშიც და კაცშიც. იმიტომ რომ მამაკაცებსაც გაუჩნდათ განცდა, რომ აი ეს სინაზე, რაც ქალს შექონდა მათ ცხოვრებაში, ის რაღაცა სიყვარული, თუნდაც დედობრივი, თუნდაც ქალური, აი ეს რაღაცა დააკლდათ ძალიან რა და მამაკაცის შემთხვევაში აი ეს უნდა აინაზღავრონ, ეს უნდა ისწავლონ, რომ ქალის გარეშე როგორ უნდა შეძლონ, რომ აი ემოციურად არ გამოიფიტონ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მამაკაცი არის აქ ემოციურად გამოფიტული, სწორედ იმიტომ რომ ეს ქალური ენერგიები მოაკლდათ. ხო და აქ არის ორმხრივი ეს ყველაფერი ორმხრივი სამუშაოა და ურთიერთობა გამოვა მაშინ, როდესაც ასე ვთქვათ, ქალიც და კაციც შეძლებს, რომ აი დამოუკიდებლად დადგენ ფეხზე და შემდეგ უკვე შეიძლება ვილაპარაკოთ ჯანსაღ ურთიერთობაზე.
სამიანი ხმალი რატო ამოვიდა? ალბათ დავაზუსტოთ აქ რა უნდა. ხო, აი ჭრილობების მოშუშება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან დიდი ზიანი შეიძლება მივაყენეთ ქალებმაც და კაცებმაც ერთმანეთს ურთიერთობაში. აი ამ არეჯანსა კავშირებში, რომელშიც ვიყავით რა და აი ეს პატიების მომენტიც ძალიან მნიშვნელოვანია რა და ამას სჭირდება რაღაც მეტი დრო და სივრცე. აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ უფრო ღრმად მოხდეს გააზრება ხალის მხრიდანაც და მამაკაცის მხრიდანაც რომ რა არის ოჯახი, რატო ვქნით ოჯახს, რატო ვურთიერთობთ ერთმანეთთან. ანუ თითქოს აი ის რომ უნდა გაუმრავლდეთ და შთამომავლობა დავტოვოთ, საკმარისი აღარ არის და ადამიანებს გავუჭდათ უფრო ღრმა ემოციური კავშირის მოთხოვნილება. და ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი არის სასწაული. რომ აი ამ კავშირის გარეშე არ გამოვა. ну წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ეს მხოლოდ გამრავლებისთვის არის, ხო, იგივე ხდება მარტო ხელვადედები, რასაც აკეთებენ, ხო, გააჩენენ შვილებს და მერე დგებიან და მიდიან, მამაკაცები იხდიან ალიმენტებს და თვითონაც თავიანთ ცხოვრებას აგრძელებენ, მაგრამ აი ერთმანეთთან ყოფნას ვერ ახერხებენ, ხო და ერთმანეთთან ყოფნა რომ უხერხდეს, ამისთვის უფრო მეტად მუშაობა ურთიერთობის ემოციურ მხარეზე საჭირო და არა მხოლოდ მატერიალურზე. მოდი ვნახოთ ბოლოს რჩევა. რჩევა არის ის, რომ თუ შენც გადიხარ ამ ეტაპს, მინდა გითხრა, რომ აი აქ საშიში არაფერი არ არის, ეს არის ძალიან ბუნებრივი პროცესი, რაღაც სოციალური რაღაცა წყობა და სოციალური რაღაც ხედვები რაღაცნაირად იცვლება, საზოგადოება იცვლება მასიურად და შესაბამისად, აი ეს პროცესები ძალიან ბუნებრივად მიმდინარეობს ახლა და არ ჩათვალა, რომ ეს არის მხოლოდ შენი პრობლემა და ეს არის მხოლოდ რაღაცა შენი ტკივილი, ხო? ძალიან ბევრი ადამიანს ტკივა იგივე რაღაც შენს გარშემოც და შეამჩნევდი დარწმუნებული ვარ ამას და უფრო მასშტაბურად მთელი ქვეყნის და რაღაც სამყაროს მასშტაბითაც ეს პროცესები მიმდინარეობს, ხო? მაგრამ ეს არის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი პროცესები. სულ ეს არის რისი თქვაც მინდოდა შენთვის, დიდი მადლობა რომ მიყურე. თუ გაქვს მსგავსი სიტუაცია, გელოდები პირად სესიებზე და ამ შემთხვევაში შევძლებ უფრო კონკრეტული რჩევები მოგცე თუ როგორ შეგიძლია მოიქცე ასეთ სიტუაციაში, რაზე გააკეთო ფოკუსი და როგორ უნდა გაიარო ეს პროცესები მაქსიმალურად მარტივად და სწრაფად. აბა შენიცი წარმატებებს გისურვებ, გიგზავნი ძალიან დიდ სიყვარულს და მადლიერებას.